1 2 3 4 5 6 7 8 დიმა მიდი დაამარცხე უნდა მოიგო ეს შეჯიბრი 11 12 13 14 15 სმაილი ყოჩახ შენ უკეთესი ხარ უნდა მოიგო 20 21 22 23 24 25 26 27 დიმა დაახამხამე სმაილ მოიგე ყოჩახ დიმა რა მეძინება მთელი ღამე PUBG-ს ვთამაშობ ხო PUBG ახლა გასწავლი გაკვეთ ხო მიდი დიმა ყოველთვის გამართლების საბუთს ნუ ეძებ სმაილ საუკეთესო ხარ სმაილ ყოჩახ სულ ვიცოდი რომ შენ მოიგებდი გამარჯობა ბავშვო მე ყოველთვის ვიგებ კოსტა ხო იცი ამას მე მოვიგებ კალათბურთელები ყოველთვის იგებენ ამას ვნახავთ ხო იცი მე დიმა არ ვარ დავიწყოთ 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 პროვასტი მიდი ვიცი რომ შეგიძლია არ მოიტყუო ხო ნუ აცინებ 13 14 15 პროვასტი მიდი სმაილ ისედაც მოიგებს მე მჯერა მისი მოკლედ გოგოებო ჩემთვის კოსმეტიკა შევუკვეთე და ვარჯიშის შემდეგ ჩემთან წავიდეთ მოიცადე აქ რა ხდება და ნასტია ასე რატო არის სმაილიკთან წამოდი პროვასტი ნასტია რას აკეთებ შენ კიდე ხელი მის გარშემო რატომ გაქვს დიანა ვერ გაიგე უბრალოდ პროვასტის უჭერდით მხარს ხო შეჯიბრი აქვთ კარგი არ მესმის პროვასტი თვალის დახამხამების კონკურსი გაქვს კოსტასთან რამე უკეთეს ვერ გააკეთებდი შეგვხედროდი სკოლასთან დიანა არ შემოწუხო უნდა მოვიგო კარგი გოგოებო მე მგონი ჩვენა ყოფნას აზრი არ აქვს საერთოდ სმაილ შემხვდი შემდეგ დარბაზში სალაპარაკო გვაქვს სერიოზულად ნასტია ვერ გაიგე დარბაზი პროვასტი შენ ვერ მოიგებ მოვიგებ Yes, კოსტა მაგარია პროვასტი მე ვერ დააცემინებდი მერთო უბრალოდ მოხდა გოგოებო ეს შეჯიბრი ძალიან მომეწონა დღეს არტემთან მოვაწყობ ხო მე პატრიკთან არტემ მოდი ეს შეჯიბრი ჩვენს გქონდეს მარუსა ვიცი უკვე რომ შენ მოიგებ არ მინდა თამაში ნასტია სიმართლე მითხარი ჩემი შეყვარებული მოგწონს ხო იქნებ პროვასტიც მოგწონს მართალია თან დღეს მარტო რატომ მოხვედი და არა ჩვენთან ერთად ავტობუსით და გავიწყდა რომ ჩირილდერები ერთად არიან დიანა და მშვიდი შენი სმაილი არ მჭირდება და იანა რო იცოდე მე და სმაილი კი შენს პროვასტის გულს შემატკივრობდი ხო რა თქმა უნდა თან ისე მაგრად რომ სმაილსაც ჩაეხუტე ხო ნასტია დავინახე რომ ხელი ქონდა შენს გარშემო კარგით გოგოებო პირველ რიგში ვალდებული არ ვარ რა მეკითხრათ მაგრამ სმაილი არ მჭირდება უბრალოდ პროვასტის ბალეში ყოფდით და ახლა ჯობია ვარჯიში დავიწყოთ გოგოებო უბრალოდ შეხედეთ რამდენს ბედავს ხო თავის სუპერ ვარსკვლავი გონია ისეთი უდანაშაულო არ არის როგორც გამოიყურება მართალი ხარ ვივარჯიშოთ აჰა ესე იგი ჩემზე ეჭვიანობს მე წარმოვუდგენი ვარ მოწინააღმდეგეთ მაგრამ არ მადარდებს სწორ გზაზე ვდგავარ კარგით გოგოებო დავიწყოთ უფრო ჩქარა უფრო ძლიერად არ წივებო მიდით ჩქარა ძლიერად არ წივებო ძლიერად არ წივებო მიდით პროვასტი დაინახე დიანას როგორ შეშურდა აჰა შემოვიდა და ყვირილი დაიწყო სმაილ ნასტიასთან ჩახუტება საჭირო იყო ბრაუს არ ვფიქრობდი ვის ჩავხუტებოდი ჯულის ნასტიას თუ მარუსას უბრალოდ მხარს გიჭერდი დაინახე იანასაც რო შეშურდა ნასტიას უთხრა შენ ბრაუსიც ხო არ მოგწონსო ბრაუს ნათელია რომ მოვწონვართ ჩვენზე შეყვარებულები არიან რთულია ჩვენი არ შეყვარება საუკეთესოები ვართ კარგი ბრაუს წამო დარბაზში ალბათ ახლა დიანა ყვირის ხო სმაილ მაგრამ დიდხანს არ გაგრძელდება მოკლედ შემდეგ დასვენებაზე კიდევ ერთი შეჯიბრი გვექნება და პატრიკ ამჯერად არტემი დაგამარცხებს ხო პატრიკ დაგამარცხე ვა ჯული რა დარწმუნებულია თავის შეყვარებულში ოხ კარგი დამშვიდი ნუ ღელა ჩემი შეყვარებული მოიგებს ხო ცდი მომისმინეთ რამეზე ვითამაშოთ პრიზის გარეშე თამაში მოსაწყენია აჰა არტემ მიგიხვდი მოდი კოცნაზე ვითამაშოთ არა კოცნაზე არა რამე განსაკუთრებული გვჭირდება მაგალითად ფული ოხ არტემ მაოცებ ასეთი ლამაზი გოგო გთავაზობს კოცნას შენ კიდე რეებზე ფიქრობ უარს ეუბნები და ფულიო ჯიჯი ჩვენ რაზე უნდა ვითამაშოთ პატრიკ შენ არზეც კიდე იმაზე ვითამაშოთ მომისმინეთ მეგობრებო რამეზე თამაში მართლა კარგი აზრია ხო რაღაცაზე თამაში მართლა კარგი იდეაა სხვებსაც ვკითხოთ იქნებ შემოგვიერთდნენ იცით რა ბავშვებო მაგარი იქნება თუ ბიჭები იქნებიან გოგოების წინააღმდეგ
დიმა შეწყვიდე, კედელმა რა დაგიშავა. კოსტა მომეცი ბურთი, უნდა დაუგლიჯო. არა დიმა, ბურთს არ მოგცემ. მხოლოდ შენი ბრალია რომ კალათბურთელებმა დაგამარცხეს. კოსტა, შენ არ გესმის. ეს შეჯიბრი ჩემი თამაშია. ყოველთვის ვიგებ. ვიღაც კალათბურთელს როგორ უნდა დავემარცხებინე. დიმა, დამშვიდი, მე ხო დავამარცხე ბრაუს. კოსტა, შენ მოიგე და მე წავაგე. დიმა, არ ინერვიულო, შურის ძიება შეგიძლია. უბრალოდ დიანას წინ შესთავაზე და უარს არ გეტყვი. კარგი კოსტა, შემდეგ შესვენებაზე შევთავაზებ, რომ თავიდან მქონდეს შეჯიბრი. და ამჯერად მე მოუგე. ხო, დიმა, მიდი, არ გაბრაზდე. კოსტა, მხარს ხო დამიჯერ. ხო, შენთვის ყველაფერს გავაკეთებ. დიანა, შეიძლება რაღაც გითხრა? 1 2 3 აი სმაილიც მასთან რატო არ ხარ? პროვასტი, შენ შეჯიბრი არ გაქვს? კარგი გოგოებო, გავაგრძელოთ. 1 2 3 4 5 6 აი უკვე ყვირილი დაიწყო. სმაილ, რას ელოდები? შენ მიდი დიანასთან. დიანა, 1 2 დიანა. სმაილ, ვერ ხედავ რომ ვარჯიშობ და დაკავებული ვარ, სალაპარაკოდ არ მაქვს დრო. დიანა, შენთვის სიურპრიზი მაქვს. ბიჭებო, გეხუმრეთ, შეგიძლიათ მოხვიდეთ, არ არის პრობლემა. და სმაილ, რა სიურპრიზი გაქვს? გინდა რომ ნასტიას ისევ ჩაეხუტო? ნასტია არაფერ შუაშია, მართლა მაქვს საჩუქარი. სმაილ, მადლობა, ძალიან საყვარელია. მოიცადე, საიდან ამოიღე? საცვალში გედო? კარგი რა დიანა, დამშვიდი, შორტში იდო, მაიკის ქვეშ. სმაილ, მადლობა. პროვასტი, შენ არ გაქვს ჩემთვის საჩუქარი? იანა, მე ნასტიას არ ჩავხუტები ვარ. კარგი, მაგრამ მიყვარს სიურპრიზები. კარგი, ამას დავიმახსოვრებ. კარგი, ესე იგი დამთავრდა ვარჯიში. აღარ შემიძლია რა. ხო, ეს წყვილები. კარგი, სმაილ, საყვარელია, მაგრამ საკმარისი არ არის, ლანჩიც უნდა მიყიდო. ხო, კარგი. იანა, გინდა საჭმელი მეც გიყიდო. პროვასტი, მე დიეტაზე ვარ. შეგიძლია მიყიდო ტირამისუ, პანაკოტა და ყავა. ვა, ეს მაგარი დიეტაა. პროვასტი. 20, 21, 22, 23, 24, 25. მიდი, პატრიკ. Yes, მოვიგე. მიდი, ჯიჯი. კარგი, ჯული, მოდი. 1 2 3 4 5 6 7 8 9 დიანა, მოპატიე, მართლა არაფერი მინდა სმაილთან. კარგი, ნასტია, გავიგე. მოიცადეთ, ბავშვებო, ნახეთ, კიდევ თამაშობენ. ისევ ეს შეჯიბრია. 21 22 23 არტემ, ჯულიმ წააგო. კარგი, ერთი წუთი. მარიუსა, მოდი. მარიუსა. 1 2 3 თვალის დახამხამების კონკურსი? პროვასტი, მოდი ჩვენც ვითამაშოთ, მე შენ შეგეჯიბრები. სმაილიკ, მე შენ წინააღმდეგ ვითამაშებ, წავიდეთ, ლეილა, მე შენთან. 15 16 17 არტემა წააგო. მიდი, არტემ, მიდი. კარგი, შემდეგი ჩვენ ვართ. ოხ, ჩირლიდერებს მოუნდათ ჩვენთან თამაში. კარგი, 1 მზად ხართ, რა თქმა უნდა. 1 2 დიანას არც დაუწყია. კარგით ხო, კარგით, ეხლავე. ვსო, 3-ზე დავიწყებთ. 1 2 3 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 მარუსა, დავიჭირე. მორჩა, არტემ, ახლა ვერ გამექცევი. ხო, კოცნა. არტომა და მარუსა მაკოცეს. ახლა შენ აკოცე სმაილს. ჩვენ ვაკოცეთ უკვე. მიდი, ჩვენ არ გვინახავს ეკოცნა, მიდი. იანა, თქვენი ჯერია, შენ და პროვასტი. მზად ხართ, ბავშვებო? სამცვლაზე იცოდეთ. 1 2 3 1 2 3 4 5 6 7 8 9 იანა, აგო, მიდი, ახლა პროვასტის უნდა აკოცო.
ახლა ლეილა და ნასტია აღონ კლიპურტებზე. და ჯიჯი და პატრიკი მაგათმა უკვე ითამაშეს. თქვენ ორი კლიპუძე თამაშობთ. ხო, მიდით. მიდით აბა. 1 2 3 1 2 3 მიდი ლეილა. ახლა ჯიჯი და პატრიკი. ჯიჯიმ და პატრიკმა კოცნაზე უნდა ითამაშონ. არა, კლიპუძე ვითამაშებთ. კოცნაზე. ჩუმად იყავით, კლიპუძე თამაშობენ. 1 2 3 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 მიდი ახლა პატრიკ, ჯიჯის უნდა აკოცო. მიდი, წააგე და უნდა აკოცო. თან თქვენ არა, ერთად ხართ. პატრიკ, წყვილი ხართ. მიდი აკოცე. გაჩუმდით. მოჩა. საკმარისია, თქვენ ხართ წყვილი, ესე იგი კოცნაზე თამაშობთ. მე სმაილს ხო ვაკოცე. იანამ აკოცა ბროვასტის ლოყაზე, მიდი. შენ წააგე, შენ უნდა აკოცო. კარგით, მორჩა, ჩუმად. ოჩახ პატრიკ. ახლა არტემის და ჯულის ჯერია. მიდით. დავიწყოთ. კარგი, გეყოფათ, ვიწყებთ. 1 2 3 მოიცა ახლიდან. 1 2 3 4 5 6 ჯულია. მიდი ახლა შენ უნდა აკოცო. საჭირო არა. უკვე გვიკოცნია. ხო და აბა კიდევ ერთხელ მიდი. ხო, ჯული, მიდი. ახლა არტემი მეათეჯიდან. კარგით, გაჩუმდით ყველა. მარიუსასთან. კალათბურთელებო, შეიძლება რომ მე და დიანამ კოცნაზე ვითამაშოთ. დიანას ეთამაშო კოცნაზე? ეს დიანას უნდა კითხო. რა? სმაილ, მე და დიმა კოცნაზე? დიმა, შენი არ მეშინია, მოდი. კარგი, მაშინ თუ მე მოვიგებ, ფრანგულად ვაკოცებთ და თუ ის მოიგებს, შეგიძლია მცემო. კარგი. გთხოვ, დიმა, თუ წააგებ, ჩემით გცემ იცოდე. მზად ხარ, დიმა? მზად ვარ. წააგებ. 1 2 3 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 დიანამ წააგო, ვაიმე! და ახლა რა იქნება? მერთო, ამას რატო დავთანხმდი? სმაილ, მგონი ჯობდა დარბაზში დავრჩენილიყავით. დიმა, იქნებ ვიჩხუბოთ? არა, კოცნა. ბროვასტი, არ მინდა ამის დანახვა. სმაილ, ჯობია არც გამოიხედო. სმაილ, ხმაპატიე! ბავშვებო, აუცილებლად დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ზარ დააჭირეთ. სმაილ, ხო არ დიანა, გამიგრას? რევანში ყოველთვის შეგიძლია. ჯანდაბა გოგოებო, გაგვაოცეთ, ასეთი რაღაც როგორ გააკეთეთ, ვერ ხედავთ რა მნიშვნელოვანია? ხო, სხვათა შორის ჩვენ მნიშვნელოვანი მისია გვაქვს. ჩვენი კონკურენტები ხართ? მაპატიე ჯიჯი, მაგრამ არ ვიცოდი რომ შენ საგროვებდი დღეს ფულს სკოლაში. ჩვენც მნიშვნელოვანი მისია გვაქვს. ხო, მოკლედ ჯიჯი, შენი ფული შეაგროვე, მე ჩემსაც შევაგროვებ. ჯანდაბა გოგოებო, ბოროტები ხართ. ჩვენ ფულს ვაგროვებთ, რომ უსახლკარო ცხოველებს საჭმელი მივუტანოთ. მისმინე ჯიჯი, ქუჩის ცხოველებისთვის ფულის შეკრება ძალიან კარგი საქციელია. ხო, მაგრამ ჩვენ გამოსაშვებისთვის ვაგროვებთ ფულს. ხო, ჯიჯი, შენი მიზნისთვის აგროვებ ფულს, ჩვენისთვის შევაგროვებთ. ჩვენ არ შეგაწუხებთ და არც თქვენ შეგვაწუხოთ. კარგი, მარიუსა, 3-ზე დავიწყებთ უფრო მეტი ფულის შეგროვებას. მზად ხარ? 1 2 3 წავედით.
ბიჭებო, გამარჯობათ, გინდათ რომ ფული ააგროვოთ გამოსაშვების საღამოსთვის? წვეულება უნდა მოვაწყოთ. და გამოსაშვების პროგრამა რა იქნება? საუკეთესო მუსიკაზე ცეკვა მთელი ღამე და ბევრი განსხვავებული სასმელი იქნება. ბიჭებო, კარგით რა, ძუნწები არ იყოთ, რამე მაინც ჩადეთ აქ, რამე. მე დაგეხმარებოდით, არ ვარ ხარბი, მაგრამ ფული არ მაქვს. კარგი დიანა, მაშინ ასე იყოს, მე დაგეხმარებით. მადლობა, დიმა. აუცილებლად ვიცეკვებ გამოსაშვებს და შენთან ერთად ნელ მუსიკაზე. კარგი დიანა, წავედით. ხო, წავედით, კარგად. კარგად დიანა. დიმა, მათ ფული რატომ მიეცი? კოსტა, ვერ გაიგე, ჩემთან ერთად ნელცეკვას იცეკვ, მაგრამ გამოსაშვები ორ თვეშია და ფულს უკვე აგროვებენ. კოსტა, კოქტეილები და ნელაცეკვა ყველა თინეიჯერის ოცნებაა. ბავშვებო, გამარჯობა, ჩვენ მისია გვაქვს, ფულს ვაგროვებთ ქუჩის ცხოველებისთვის. თუ შეგიძლიათ რომ ფული აგვაგროვებინოთ. ჯანდაბა, ჯიჯი, ცოტა გვიან ვერ შემოხვიდოდი? ვერ ხედავ, არტემს ველაპარაკები. და ვინ გითხრათ რომ ფული შეაგროვოთ? არავის უთქვამს, ჩვენით გადავწყვიტეთ. ხო, ჩვენ გადავწყვიტეთ რომ დავხმარებოდით თავშესაფარს. მისმინეთ, წადით აქედან, ფული არ ხო, გვაქვს. მთელი ფული სასადილოში დავხარჯეთ. აჰა, ანუ საერთოდ არ გადაარდებთ ფუმფულად ძაღლები? ჰა, ქუჩაში რომ არიან. ხო, ან კიდე პატარა ლეკვები აი ამ ხელა რომ არიან. კი, როგორ არ გვადარდებს? არტემ, მიეცი ფული. ჯული, მე რატომ? მერე გადაგიხდი. ხო, კარგი, ვიზამ. მადლობა არტემ. და ჯული, არ დაგავიწყდეს რომ გადაუხადო მერე. კარგი. კარგი, მარიუსა, გავიქცეთ. ბიჭებო, გამარჯობა. აბა ვის გინდათ პარტიზე წასვლა? ხო, სახალისო იქნება, გპირდებით. კი, გვინდა, ეს რაში გვჭირდება? არაფერი საერთოდ, უბრალოდ უნდა ჩადოთ ფული აი ამ ყუთში. ხო, გამოსაშვებისთვისა. ხო, მინდა გამოსაშვებზე წასვლა. არტო, მიდი ფული მიეცი. პატრიკ, თუ წასვლა გინდა, შენ მიეცი. ბიჭებო, არ იძუნწოთ. ხო, სახალისო იქნება. თორე მერე ინანებთ რომ საუკეთესო საღამოს გამოტოვებთ, იმიტომ რომ ფული არ დადეთ. კარგი. მადლობა თქვენი გულუხობისთვის ბიჭებო. გამოსაშვებზე გნახავთ. იმედია გამოსაშვებზე მარუსაც იქნება. არტო, მას ფული ყოველთვის აქვს, აუცილებლად დადებდა. ფულს დადებდა, შეიძლება არ ქნას. აბა უკვე შეაგროვეთ ფული? ხო, თქვენი გამოსაშვებისთვის ცხოველები უფრო მნიშვნელოვანია. მისმინეთ გოგოებო, არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს ცხოველებისთვის ფულის დადების. აი, ნახეთ, მეც კი დავდებ, დამერწმუნეთ. თან თქვენ ცხოველებისთვის შეაგროვეთ ჩვენ გამოსაშვებისთვის. ბიჭებო, ფულს ვაგროვებთ ქუჩის ცხოველებისთვის. და თუ შეგიძლიათ რომ ფული დადოთ, გთხოვთ. არტემ, ეს გაიგონე? რამე შეთქმულება გაქვს? ფული დავდეთ უკვე. ხო, გამოსაშვებისთვის. როგორ შეგეძლოთ? ესე იგი ფული გაქვთ გამოსაშვებისთვის, მაგრამ არაფერი ცხოველებისთვის. დადეთ ფული. კარგი. პატრიკ, რას აკეთებ? მეწოდებიან ძაღლები. მადლობა, პატრიკ. ხო, ბოლო ჯერ ვსესხულობ შენგან. ამას არასდროს აღარ ვიზამ. ძალიან მჭირდება ახლა, გთხოვ. ბრაუს უთხარი ბებოს რომ ნასესხებს ორმაგად დაუბრუნებ. არა, სერიოზულად, ერთხელაც და მორჩა. რისთვის ვერ გეტყვი? ბროვასტი, ცადე კიდე, ფული მჭირდება. ბებომ თქვა რომ მეც აღარ მომცემს. ბაბუას კითხე. ბაბუას ის ფულს არასდროს არ მაძლევს. ბრაუს არ გესმის რომ თუ დღეს არ გადაუხდი, ისინი ჩემშობლებს დაელაპარაკებიან. ყოველთვის რაღაცას რატომ სესხულობ და მერე ვეღარ აბრუნებ. ფულს ვაგროვებ ხოლმე, მაგრამ მერე მეხარჯება. ფეხსაცმელებში 30,000 გადავიხადე. მაშინ შენი ფეხსაცმელები მიეცი გადასახდელად. ბებიას და ბაბუას რატომ უნდა ვთხოვო? მიდი, მამაშენს კითხე. სმაილ, ბოლომდე გაგიჟდი? ის კეთილია, გასესხებს. კალათბურთელებო, გამარჯობა. დიანა, გამარჯობა. გამარჯობა, იანა. გამარჯობა, ბროვასტი. სმაილ, უთხასიათზე რატომ ხარ? მოკლედ, ბიჭებო, ფულს ვაგროვებთ გამოსაშვებისთვის. წვეულება იქნება სხვადასხვა კოქტეილები. კოქტეილები და იქნებ კოცნაც. უბრალოდ ფული უნდა ჩადოთ აი ამ ყუთში. გამოსაშვებისთვის აგროვებთ ფულს? ხო, სმაილ, ამ ყუთში ვაგროვებთ ფულს გამოსაშვებისთვის და არ იძუნწოთ. დადეთ ფული. ხო, რაც შეგიძლიათ, ყველაფერი ჩადეთ. დიანა, ვინმე ფული მართლა მოგცა? გოგოებო, რამდენი შეგროვება მოასწარით? ხო, ბიჭებო, არ დაიჯერებს, მაგრამ ნახევარმაჩემო კლასმა დადო ფული, ხო და მე-10 კლასმაც და მე-11 კლასელებიც გულუხები იყვნენ. მალე აივსება ეს ყუთი. და მათ რამდენი გადაიხადეს? ხო, მანდ რამდენი ფულია? ბიჭებო, ვერც კი გამოიცნობთ რამდენი ავაგროვეთ, დაახლოებით 30,000 და ყველას არ დაუდია ჯერ. მაგარია, აი აიღეთ გამოსაშვების. მაგარია, ბროვასტი, კარგი ბიჭი ხარ და სმაილ. დიანა, მერე მოგცემთ, ფული სახლში დამრჩა. კარგი არ არის პრობლემა, ჩვენ შეგროვებას გავაგრძელებთ. კარგად. კარგად, ბროვასტი. მაგარია, გამოსაშვების აღამო გვექნება. ხო, მაგარია.
მოკლედ მარიუსა ყუთი ივსება, მაგრამ მაინც არ არის საკმარისი ძაღლებისთვის. მოიცადე, აქ ვიღაც არის. მოусმინე? კარგი ჯიჯი, მოკლედ ახლა ესენი ფულს თუ არ დადებენ, იქიდან არ გამოვუშვებთ. ხო, მარიუსა. ჩვენ ფულს ვაგროვებთ, რომ საჭმელი ვუყიდოთ ქუჩის ძაღლებს. შეგვაშინეთ. გოგოებო, გაგიჟდით? ჰეი, შენ, ჩადე ფული ყუთში. ხო, ძაღლებს საჭმელი ჭირდებათ. თუ ფულს არ მოგცემთ, აქედან ვერსად ვერ წახვალთ. აი გოგოებო, აიღეთ, ეს ძალიან კარგი საქმეა, მაგრამ თუ ასე მოითხოვთ, ფულს არავინ მოგცემთ. ხო, ზუსტად. მადლობა გოგოებო. ხო, ძაღლებიც მადლიერები იქნებიან, რომ შეჭამენ. მორჩა მარიუსა, წავედით. კარგი, სად არიან გოგოები? მალე უნდა დავიწყოთ. პომპომები აიღებ? გამარჯობა გოგოებო, ფული შეაგროვეთ? არა გოგოებო, ჯერ ყველასგან არ აგვიგროვებია, მაგრამ ყველა ამბობს, რომ უნდათ გამოსაშვებზე წასვლა. ხო, მაგრამ დიანას შეყვარებული სმაილი არდებს ფულს. დიანა, ეგ რატომ თქვი? ხომ თქვა რომ სახლში დარჩა? გოგოებო, მოდით დააგვიანეთ. მოკლედ, თუ ყველა დადებს ფულს, ძალიან მაგარი წვეულება გვექნება, ხო? ხო, და მეორე სკოლის ბავშვებს ძალიან შეშურდებათ. ზუსტად და ვისი იდეა იყო? დიანას იდეა. დიანა, ჩემი იდეაც იყო. კარგი გოგოებო, დავიწყოთ ვარჯიში. დავიწყოთ. უფრო ჩქარა, უფრო ძლიერად. მიდით, არწივებო, მიდით. ჩქარა, ძლიერად. მიდით, არწივებო, ჩვენ საუკეთესოები ვართ. მიდით. ძლიერად, ჩქარა, საუკეთესოები ვართ. მიდით. სმაილ, ამაში დარწმუნებული ხარ? სხვა გამოსავალი არ მაქვს. შენ ადგილას მათ საერთოდ არ ვკითხავდი. კოსტა, ტელეფონს მოაშტერდები, ვარჯიში გავაგრძელოთ. დიმა, გეწყინა წაგება? მე კიდე 90% მაქვს დარჩენილი. გამარჯობა, მეგობრებო. სმაილ, მოკეტე. არ მისმის აქ რატომ ხარ? ჩვენ არ ვაპირებთ თქვენთვის გამარჯვების თქმას. მეგობრებო, თქვენთან ლაპარაკი მჭირდება. რაღაც უნდა გთხოვოთ. ვა, როგორ მოხდა, რომ კალათბურთელმა რაღაც უნდა გთხოვოს? ალბათ გთხოვოს, რომ დიანასთან წახვიდე პაემანზე. არა, სერიოზულად ვამბობთ. მეგობრებო, ფული მჭირდება. შეგიძლიათ რამე მას ესხოთ? რა ფული? რამ გაფიქრებინა, რომ ჩემგან სესხება შეგიძლია? იცით მეგობრებო, სმაილი ძალიან დიდ ჩარში გაეხო. დღეს უნდა გადავუხადო ფული და არაფერი. დღეს თუ უნდა გადაიხადო, უნდა იშოვო, მაგრამ ჩვენგან არა. ფულს ყოველთვის ესხულობ, მაგრამ არ აბრუნებ. მეგობრებო, დაგიბრუნებთ. ყველაფერს ვფიცავარ. 30,000 მჭირდება. რა? პროვასტისგან რატო არ სესხულობ? ხომ, მხოლოდ 30,000. პროვასტი მთხოვა ბებიას, მაგრამ მან უარი უთხრა. და შემდეგ მთხოვა, რომ ბაბუასთვის დამერეკა. ვა, ბებიები, ბაბუები, წადით კალათბურთელებო აქედან, ფულს არ მოგცემთ. ხო, პრობლემები თქვენ თვითონ მოაგვარეთ. ასე არ უნდა მოქცეულიყავით. თქვენც მთხოვთ რაღაცას. კარგი სმაილ, წავიდეთ, არ მოგცემენ ფულს და რა ამპარტავანია, დიანა პაემაზე მიყავს და მე უნდა გადავიხადო. არ იდარდო დიმა, კიდევ ერთხელ მოვლენ და ვაჩვენებთ. ხო, მგონი გაიგეს უკვე. სმაილ, დარბაზში რატო მივდივართ? იქ ჩირლიდერები ვარჯიშობენ. პროვასტი, აქ და მელოდი. ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან საუკეთესოები ვართ. დიანა, შეიძლება რაღაც გითხრა? ჩვენ გავიმარჯვებთ. რა იყო სმაილ? კარგი, გოგოებო, გააგრძელეთ ვარჯიში, მე მალე მოვალ. სმაილ, რა ხდება, რატომ აცდენ ვარჯიშისას? აქ ვერ გეტყვი, გასახდელში წავიდეთ. რა, სმაილ, მაშინებ. სმაილ, მე რა უნდა გავაკეთო? პროვასტი, მანდ და მელოდე. სმაილ, რა გინდა? უცბად მითხარი, გოგოები მეოლდებიან. დიანა, ასეთი ტონით რატო მელაპარაკები? აღარ გიყვარ ვარ? კარგი რა, სმაილ, მაგას რატომ ამბობ? ხო იცი როგორ მიყვარხარ და ისიც იცი რა მნიშვნელოვანია ჩემთვის ვარჯიში, ამიტომ თუ რამეა მითხარი. დიანა, ერთი რაღაც უნდა გთხოვო. შენ პირდები რომ ცუდად არ მიიღებ? ხო, სმაილ, გპირდები, ვიცი ვინც ხარ. აბა, რა ხდება? დიანა, ფული ვისესხე მეგობრებისგან, დღეს უნდა დავუბრუნო. ფული ფეხსაცმელებში დავხარჯე. თუ ჩემ მშობლებს ეტყვიან, ალბათ წარმოგიდგენია რაც მოხდება. და საერთოდ ფულს რატომ სესხულობ სხვებისგან? რანაირი ხუმრობაა ეს? სხვისი ფულის აღება და სხვათა შორის მეც არ მაქვს ფული ახლა, ამიტომ ვერ გასესხებ ვერანაირად. დიანა, შეგიძლია დახმარება. ფული შეაგროვე გამოსაშვებისთვის და ზუსტად 30,000-ია. მეც მაგდენი მჭირდება. რა? სმაილ, რას იძახი? ეს ფული შევაგროვე ყველა სტუდენტისგან ამ სკოლაში. და თან ჩემი ფული არც არის და ვიცი რომ ჩემი შეყვარებული ხარ, მაგრამ მაგას ვერ გავაკეთებ. ჯანდაბა დიანა, რატომ ყვირი ხარ? არ გთხოვ რომ მაჩუქო, გთხოვ რომ მას ესხო. სმაილ, მომისმინე, ხვის ფულს ვერ გასესხებ, ჩემი ფული არ არის, ჩვენს მეგობრებს ეკუთვნის ეს ფული. კარგი დიანა, ფულის ესხება რისთვის მჭირდება? უბრალოდ დავისჯები და ორი თვე სახლში ვიჯდები. ეს რისთვის უნდა გააკეთო? ფული ხომ შენი არ არის? სმაილ, რა ხდება ახლა? სერიოზულად ამბობ? მოიცადე შენ მშობლებს დაურეკავ და ყველაფერი ავუხსნათ, დაგეხმარებიან. არა დიანა, მადლობა. მშობლებს არაფერი არ უთხრა. მაგას მირჩევნია ორი თვე სახლში ვიჯდე. კარგი სმაილ, მოიცადე.
რა დიანა? სმაილ, მე თუ შენ ამ ფულს გასესხებ, როდის შეძლებ დაბრუნებას? დიანა, ჩემი გადამრჩენელი ხარ. გამოსაშვებამდე 2 თვე დარჩა. მანამდე 30,000 კი არა, 60,000. სმაილ, დარწმუნებული ხარ? ხო, რა თქმა უნდა. ხო, კარგი. ჩვენ საუკეთესო გამოსაშვები გვექნება. კარგი სმაილ, ახლა აგიხსნი რა უნდა გააკეთო. ესე იგი 5 დევს დარბაზში და დალუქულია, ამიტომ ხვრელიდან უნდა ამოაძვრინო და შემდეგ დააბრუნო 5 და მაგით გავაგრძელებ შეგროვებას. დიანა, ყველაფერი მესმის და 2 თვეში 60,000 დავდებ. არა სმაილ, იგივე რაოდენობის დაბრუნება მოგიწევს, რასაც აიღებ. მადლობა დიანა. კარგი სმაილ, ახლა უნდა წავიდე. სმაილ, ყველაფერი მითხარ. კარგად ვარ. დიანამ გამოსაშვებისთვის შეგროვებული ფული მასესხა. სმაილ, გაგიჟდი, ეს მისი ფული არ არის. ღმერთო ბროვასტი, რა დაგემართა? 2 თვეში იქ 60,000 დავდებ. ყოჩაღ, გოგოებო, ახლა ყველა ჩემკენ შემოbrundit და გაწელვები უნდა გავაკეთოთ. დავიწყოთ. 1 2 კიდევ 1 2 აბა ყველა მე მიყურეთ და ეცადეთ რომ გააგრძელოთ. 1 2 ბროვასტი, ეს შეუძელი. ფული მოქვს. ღმერთო ჩემო. ბროვასტი, დამეხმარე მოგროვებაში. 1 2 გოგოებო, მე მიყურეთ. ახლა ყურადღება არ გაგეფანტოთ. 1 2 კარგი, შეწყვიდეთ ყვირილი, დაგიბრუნებთ ფულს, მშობლებს არ უთხრათ. გოგოებო, დღეს საკმარისია. ყველამ კარგად ივარჯიშეთ. თან თქვენი გაწელვებიც იდეალური იყო. ახლა შეგვიძლია გამოვიცვალოთ და სახლში წავიდეთ. ბავშვებო, მინდა რომ ყველას მადლობა გადაგიხადოთ, ფული რომ დადეთ. ხო, თან ქუჩის ცხოველებისთვის გამოსაკვებად. და ლეკვებიც მადლიერები იქნებიან. კარგი, ახლა დავითვალოთ. მოდით დავიწყოთ. ვიწყებ, ვაუ. აბა ბავშვებო, დავითვალოთ? 1 2 3 ასები არის. გოგოებო, ნახეთ. ჯიჯი, რამდენი ფული გაქვს? ხო, ჯიჯი, ყოჩაღ, გაოგნებული ვარ. ახლა ცხოველებსაც გამოყვებავთ. ხო, 10,000 არის აქ. ვა, ჩვენთანაც თითქმის ყველამ დადო ფული. ხო, ყველას უნდა კარგი წვეულება. მოდით დავთვალოთ წვეულებისთვის რამდენი გვაქვს. ხო, მართალია. ახლა რატომ დავითვალოთ? ჯერ ხომ ყველა მოსწავლისგან არ შეგვიგროვებია. დიანა, გვინდა რომ ვიცოდეთ რამდენი ფული გვაქვს. მინდა რომ შევადარო რამდენი ფული დაიდო წვეულებისთვის და რამდენი ცხოველებისთვის. გოგოებო, ახლა არ მინდა დათვლა. ჩვენ გვინდა, გვაინტერესებს რამდენი ფული. ხო, ვის უნდა ეს? ჩვენ გვინდა. მეც. ბავშვებო, დაახლოებით 30,000 გვაქვს შეგროვებული. რატომ უნდა დავითვალოთ? უკვე გონებაში დავითვალე. დიანა, მოდი, დავითვალოთ. ხო. ახლავე გინდათ რომ დავითვალო აი ამ წამს? კი. კარგი, მაშინ გავხსნათ 5. ჯანდაბა, ალბათ ეს 5 მალე გასკდება. ეს დიდი წვეულება იქნება. მე ძალიან ბევრი ფული დავდე და მე 1000 მივეცი. მზად ხართ? კი. კარგით გავხსნათ მაშინ. დიანა, რა არის ეს? ხომ გითხარი რომ ნახევარმა სკოლამ დადო ფული? დიანა, რა? თითქმის ყველა მოგცა ფული, სად არის? დიანა, მოგვატყუე? ჩვენ გარდა არავის არ დაუდია ფული? არა, 2 კლასმა მოგცა ფული, მეც იქ ვიყავი. დიანა, სად არის? კარგით მომისმინეთ, ოღონდ მე არ გამიბრაზდეთ. ვიცი რომ ცუდი რაღაც გავაკეთე, სხვას რომ დავეხმარე, მაგრამ სმაილიქს ვათხოვე, ვასესხე. რა? რატომ? რისთვის? ბავშვებო, არ ინერვიულოთ, სმაილიკი დააბრუნებს უკან ფულს, თან იმაზე მეც ვიდრე აიღო 2 თვეში და მაგარი გამოსაშვები იქნება. ჯანდაბა, დიანა. გოგოებო, გთხოვთ, არ გაბრაზდეთ. დიანა, ფრთხილად იფიქრე, სმაილმა ფული ჩვენს გთხოვო. თუ არ დააბრუნებს, გამოსაშვები არ გვექნება. დიანა, არ უნდა გასესხებინა ფული, ეგ ზედმეტია. იანა, მითხარი, შენ რას იზამდი, შენი შეყვარებული რომ მოსულიყო და დახმარება ეთხოვა. არ მიცემდი ფულს, თუ ის ვერ დადებს, მე დავდებ. მეგობრებო, კარგად, დიანა, გარეთ დაგელოდები. შენთვის აჯობებს, თუ ახლავე დააბრუნო. დიანა, რაზე ლაპარაკობე? სმაილ, ყველაფერი ვუთხარი. კარგი სმაილ, ჯობია ვიჩქაროთ. მაგარია, ხო, ბიჭებო, ფულს ვაგროვებთ გამოსაშვებისთვის. აბა, დადეთ ფული. ხო, ვაგროვებთ უბრალოდ უბრალოდ ქეში მოგვეცით. მაგარია, ხო, ფულს ვაგროვებთ გამოსაშვებისთვის. ამიტომ ბიჭებო, არ იძუნწოთ და დადეთ ფული.